გადამწყვეტი შეხვედრა თურქეთთან. რატომ გაუჭირდა საქართველოს ნაკრებს ბოლო ვარჯიშის ჩატარება? რას ამბობს სანიოლი და თურქეთის ნაკრების მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტის საქართველოზე? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. დავიწყოთ თურქეთიდან, სადაც საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი შეხვედრამდე რამდენიმე საათი დარჩა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ერთადერთი შანსი თურქეთის ნაკრების დამარცხება. სტუმრად თურქეთის დამარცხება მარტივი არაა, თუმცა სხვა გზა პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენი ნაკრები ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ თურქეთში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ ქოჯაელის სტადიონი, სადაც თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა უნდა გაიმართოს, ნაგავს აყრალთან არის აშენებული. ბოლო ვარჯიში ჩვენმა ბიჭებმა ამ სტადიონზე ჩაატარეს. თუმცა საქართველოს ნაკრები ძაფრმა სუნმა აშკარად შეაწუხა. თურქეთის ნაკრებმა კი თამაშის წინ პროტოკოლით გათვალისწინებული ვარჯიში არ ჩაატარა. სავარაუდო მიზეზი კი სწორედ შემაწუხებელი სუნია. ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე მედიასთან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ჯგუფში არის გამოკვეთილი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები, რომელიც დღეს ალბათ მსოფლიოში საუკეთესოა. რაც შეეხება თურქეთთან პირველ შეხვედრას, საწყისი წუთები არ იყო ისეთი კარგი, როგორცაც ველოდით. ცუდად დავიწყეთ და კარგად დავამთავრეთ. ახლა ველოდები, რომ 90 წუთის განმავლობაში იქნება აგრესია და სწორი დამოკიდებულება, რაც აუცილებელია დადებითი შედეგისთვის. არ ვიცი, შემიძლია თუ არა ვილაპარაკო იმაზე, თუ რა საუბარი გქონდა ფეხბურთელებთან, რადგან ეს ჩვენს შორის რჩება. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო გარემო გუნდისთვის. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს ახალი თემა არ არის. არაა დღევანდელი პრობლემა. ჩემი აზრით, ჩვენ ჯერ ვერ ვიპოვეთ სწორი გამოსავალი. არ გულისხმობ მოთამაშეებს, არამედ მარცხენა ფლანგზე სწორად თამაშის სისტემას. აზარულმა ჩვენთან საკმაოდ ბევრი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ შახტარში მას არ აქვს დიდი სათამაშო დრო. კლუბში პრობლემები აქვს ამ მხრივ, ამიტომ მისთვის ეს რთული სიტუაციაა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა ითამაშოს ამ პოზიციაზე, დავალებას თავს კარგად გაართმევს. მწვრთნელს შეგიძლია გუნდის შემადგენლობა შეცვალო. ეს მწვრთნელის საქმეა. იპოვო სწორი კომბინაცია. თუმცა მთლიანობაში უფრო მნიშვნელოვანია ის იდენტობა, რაც უნდა გქონდეს მოედანზე და მთელი თამაშის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ესპანეთთან თამაშისგან განსხვავებული იდენტობა იქნება, რადგან მხოლოდ საკუთარი იდენტობითა და თვისებებით შეგვიძლია რაღაც განსაკუთრებულის შექმნა. ყველამ, არა მხოლოდ ფეხბურთელებმა, არამედ შტაბმაც, ვიცით, რომ თუ 2-3%-საც დავაკლებთ, შანსი არ გვექნება. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მოთამაშეებთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი მაქსიმალურად მოტივირებულები არიან, რათა სრულიად სხვა სახე ვაჩვენოთ, ვიდრე 2 დღის წინ. ვიცით, საიდან მოვდივართ, ვიცით, როგორ განვითარდა ქართული ფეხბურთი. ყოველთვის საჭიროა ამბიცია, ყოველთვის საჭიროა ოცნება, რომ მიაღწიოთ დიდ შედეგს. რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ფეხბურთელებს ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული და ეს ოცნება, რომ შევინარჩუნოთ თურქეთთან შესანიშნავი თამაშია საჭირო. ყველაფერი პირველად ხდება. შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, რაც ასევე ისტორიული იყო. ფეხბურთი იმითაა საინტერესო, რომ ასეთი სიურპრიზები ხდება. ჩვენ ჩვენი ისტორიის ნაწილი შარშან დავწერეთ ევროპის ჩემპიონატზე. ახლა კი მოუთმელად ველით, რომ კიდევ ბევრი დადებითი გვერდი დავწეროთ. თუ მას ველოდებით, უბრალოდ თუ გვინდა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, ეს ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც უნდა გადავლახოთ და ვფიქრობ, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. ნაკრები, რა თქმა უნდა, ძალებს იღდგენს ესპანეთთან დამარცხების შემდეგ და მოემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. ძალიან რთული თამაში გველოდება, როგორც ვთქვი, ძალიან მაგარი ფანები ყავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივარი ხვალ მოვა. თან ვიცით, რომ ახლოს ვართ და ვიცი დაზუსტებით ინფორმაციები, რომ ძალიან ბევრი ქართველი მოდის თამაშზე. ვფიქრობ, ჩვენთვისაც ეს დიდი мотиваცია იქნება. ეს არის შანსი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, წნეხი იქნება, ეს ნორმალურია, ყველა თამაშზე გაქვს წნეხი, უბრალოდ ვფიქრობ, ხვალინდელ თამაში უნდა ვიბრძოლოთ, ყველაფერი გავაკეთოთ და დადებით შედეგს დავაფიქსიროთ. მართალია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, თუმცა ასე არ ფიქრობს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუ, რომელმაც ფეხბურთელები ბულგარეთთან 6-1-ის გამარჯვების შემდეგ შეაქო და საქართველოსთან მომდევნო მატჩზე ისაუბრა. შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ და ფეხბურთელმა ქერემ არკურთოხლუმ. საქართველოსთვის ეს ფინალია, ჩვენთვის კი ჩვეულებრივი შეხვედრა. ბულგარეთთან შესანიშნავად ითამაშეთ. ძალიან გამახარეთ. ასევე მოხარული ვარ, რომ ჩვენი ბურთების მაჩვენებელი გააუმჯობესეთ. ახლა კი საქართველოსთან შეხვედრისთვის ფოკუსირდეთ. ამ გამარჯვებას მნიშვნელობა რომ გქონდეს, საქართველო ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უნდა დავამარცხოთ. ძალიან ახლოს ვართ ამერიკაში წასვლასთან.
ევროპის ჩემპიონატიდან დიდი დრო გავიდა. პირველი შეხვედრის წინაც ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში პროგრესი განიცადა. ვილის დიდ ბატივს ვცემ. საქართველოში პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა სხვა თამაშია. ყავს მეტოქე, რომელიც ვფიქრობ, აუცილებლად მოგებისთვის ითამაშებს. არ ვიცით, თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტევს და მაღალ პრესინგს ითამაშებს თუ შეინახავს ძალებს ბოლო წუთებისთვის. ამიტომ ორივე სიტუაციისთვის მოვემზადებით. ამის მიუხედავად, ჩვენი სისწრაფით, თავდაჯერებით უნდა ვითამაშოთ. რთული მეტოქეა, მაგრამ მუნდიალზე გასასვლელად რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებაა საჭირო. ახლა უნდა ვეცადოთ, პლეი-ოფს მიუახლოვდეთ. ბოლო შეხვედრის პირველი ტაიმი კარგი არ ჰქონდა, მაგრამ მეორე ნახევარი შესანიშნავი იყო. დიდი ანგარიშით მოვიგეთ. ბურთების ბალანსიც გავათანაბრეთ. ახლა კი შესანიშნავი თამაში იქნება. ჩემი აზრით, ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ. საქართველოსთან ორჯერ უმძიმესი, ურთულესი თამაში ვითამაშეთ. ბოლო წუთებამდე გაგვიჭირდა. შესაბამისად, ახლა არაფერია გადაწყვეტილი. ბოლომდე ბრძოლა იქნება, რასაც ჩვენ შორის წინა მატჩებიც ადასტურებს. ორივე გუნდს ესმის ამ შეხვედრის მნიშვნელობა. ჩვენ ამას აღვიქვავთ როგორც ფინალს. საქართველოც იგივენაირად. ეს იქნება შეხვედრა, რომელმაც შეიძლება ჯგუფში ძალათა ბალანსი განსაზღვროს. ვიცით, რომ გამარჯვება პლეი-ოფში გასვლის შანსს გასცდის და ჩვენს მიზანთან ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვებს. საქართველოსთან ბოლო ერთ წელში ორჯერ ვითამაშეთ და ორივე საკმაოდ რთული იყო. ახლაც იგივე შეხვედრას ველი და ვფიქრობ, მარტივად ვერავინ გაიმარჯვებს. ეროვნულ ნაკრებში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ძალიან კარგი ატმოსფეროა. ეს შედეგებშიც აისახება. ესპანეთთან შეხვედრის გარდა ყოველთვის კარგი პროგრესი გვაქვს. რაც შეეხება ფანების სტვენას ჰიმნზე, ეს ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი. აქამდე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერ. მეგობრები ვართ და ერთმანეთს მეგობრულად უნდა მოვექცეთ. პატივი უნდა ვცეთ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში 3 ტურის შემდეგ ესპანეთი 9 ქულით ლიდერია. თურქეთს 6 ქულა აქვს, საქართველოს 3, ბულგარეთს კი 0. თანაბარი ქულების შემთხვევაში კი უპირატესობა ბურთების ბალანსს მიენიჭება. შეგახსენებთ, რომ ბოლოს თურქეთს 1 თვის წინ თბილისში დაუპირისპირდით და 3-2 დავმარცხდით. ზოგადად, თურქეთთან გამართული 7 შეხვედრიდან საქართველომ ერთადერთხელ მოიგო. ისიც ამხანაგურ შეხვედრაში 2007 წელს დავით სირაცის გოლით, 2005 წელს კი ფრედ ვითამაშეთ. ახლა კი გამარჯვების დროა. 14 ოქტომბერს საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე ჩვენი ბიჭები ახალი ისტორიის დაწერას შეეცდებიან. წარმატებები ვუსურვოთ ნაკრებს და თქვენ, რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოვიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილა კი რომ არ გამოგჭეთ შემდგომი საინტერესო სიახლე. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს წარმატებებს უსურვებს სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში. ჯერა ბიჭებო, თქვენი გისურვებთ წარმატებებს და თავარია დაიხარჯეთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ შედეგს დადებთ.